გასული კვირის მიწურულს გუდაურის სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა ჩემპიონატის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს 18 ქვეყნიდან 21 წლამდე ასაკის 80-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ქვეყნის ჩამონათვალში იყო შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და ცხადია საქართველო. რა მნიშვნელობის მატარებელია სამთო სათხილამურო კურორტებისათვის ამ ტიპის მასშტაბური ჩემპიონატების ორგანიზება და რამდენად გამართულად ჩატარდა ორდღიანი შეხვედრა და ასპარეზობა. დეტალებზე სასაუბროთ გუდაურიდან მთის კურორტების ბიზნესის ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესეკია შემოგვიერთდება. მირანდა, დილმშვიდობისა, მადლობა რომ გვერთვებით გადაცემაში. პირველ რიგში მნიშვნელობაზე დავიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე როგორც წესი ქვეყნის და სამთო კურორტების ცნობადობის თვალსაზრისით ასეთი ტიპის შეხვედრები. რამდენად მასშტაბური იყო კონკურსი და ვინ სტუმრობდა ქვეყანას? სალამი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. წელს გუდაურმა ორ ძალიან მნიშვნელოვან ჩემპიონატს უმასპინძლა სნოუბორდ კროსში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო კურორტისთვის, იმიტომ რომ ჩვენი კურორტის ცნობადობა 10-ჯერ უფრო გაიზარდა და მომავალი წლისთვის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ძალიან დადებით ზეგავლენას იმოქმედებს თვითონ ტურიზმის გაზრდისათვისაც. რამდენად შეინიშნება დაასრულეთ. არა. რამდენად შეინიშნებოდა ამ ჩამონათვალის გარდა და ჩემპიონატზე ჩამოსული ევროპელი სტუმრების გარდა სხვა პერიოდის განმავლობაში მიმდინარე სეზონზე ევროპელი დამსვენებელი ამ მიმართულებით როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონს? მიმდინარე სეზონზე დასაწყისში არ ყავდა ტურისტები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ წინა წლებში ყოველთვის ცუდი ნიუსები გადიოდა გუდაურიდან და ამიტომ თავს იკავებდა ევროპელი ტურისტი ჩამოსვლისთვის, მაგრამ წელს ძალიან დადებითად ვაფასებთ წლევანდელ სეზონს, იმიტომ რომ პირველ რიგში უსაფრთხოების კუთხით ძალიან კარგად იმუშავა ადგილობრივმა პოლიციამ, წელს არავინ არ მოუკლავთ, არავინ არ უცემთ არავინ არ გაუძარცვავთ. ესეთი კარგი შედეგი გვაქვს, ანუ ყველა უსაფრთხოება იყო მართლაც უმაღლეს დონეზე. ასევე ქონდა ძალიან კარგი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე და ასევე MTA-მ ძალიან კარგად იმუშავა საოცარი ტრასები და ეხაც გრძელდება სეზონი და ეხა 21 საუკუნეში ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და სეზონის მეორე ნახევრიდან ძალიან მოგვემატა დამსვენებელი. საერთო ჯამში შევაფასებთ, რომ წლევანდელი წელი არის ძალიან დადებითად გადადგმული ნაბიჯი მომავალი წლის ტურიზმისთვის. მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ინფრასტრუქტურის კუთხით, რომელსაც ყოველთვის თქვენი მეშვეობით ვახმოვანებ, რომელიც ისევ მოუგვარებელია. ეს არის გზები, ეს არის საავადმყოფო, შეკვირდნენ და იმედია გააკეთებენ. ისევ ისეთ მდგომარეობაში. წლის დასაწყისში, სეზონის დასაწყისში ქონდა შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, რამდენადაც მახსოვს და ეს თემები გააცანით მათ, თუ იყო ადეკვატური ნაბიჯები და გადაწყვეტები? იცით, იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ სახელმწიფო ბიუროკრატია, რომ აი ამ ყველაფრის მოგვარებას ალბათ იმედი მაქვს, რომ რაღაცა დრო ჭირდება, სხვა მხრივ, აი ეს ინფრასტრუქტურული პრობლემების კუთხით ჯერჯერობით არანაირი დადებითი ნაბიჯი მათი მხრიდან არ გადადგმულა. გადაადგილების მიმართულებით საუბრობდა ბიზნესი პრობლემებზე. გუდაურის მიმართულებით იყო პრობლემები, დიდი სატვირთოების ფონზე ვერ ხდებოდა გატარება და ასე შემდეგ. ამ ნაწილში ეს რამდენად უქმნიდა პრობლემას კურორტს, იმიტომ რომ გაურკვეველი ვადით ტურისტები ალბათ არ დადგებოდნენ საცობში და ამ მიმართულებით იქნებოდა გამოწვევები. ამ ნაწილში რამდენად იყო ეს პრობლემა ვიზიტორების სტუმრობის კუთხით? ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ამ კუთხით და მით უმეტეს ჩვენთვის ამნიშნულოვანია ხა ზაფხულის ტურიზმის განვითარება და ზაფხულის ვიცი ზუსტად რომ ტურისტულმა კომპანიებმა გუდაური ამოიღეს ტურებიდან იმის გამო რომ მათ უწევთ 4 საათი საცობში დგომა დიდი ტრაილერების გამო, მაგრამ დაწყებულია პროექტი, რომელიც არ ვიცით როდის დამთავრდება, უნდა დამთავრდეს 2025 წელს და რეპორტი ჯერ არ ვიცით, რომ მოხდეს გუდაურის შემოვლითი გზის გაკეთება და ეს ტრაილერების სატრანზიტო გზა სხვაგან იყოს და კურორტი ამის შემდეგ
ვფიქრობ, რომ განვითარდება უფრო სწორად. ეს პრობლემა იყო ძალიან მწვავე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ტრეილერები უქმნიდა პრობლემას გადაადგილებაში ტურისტებს, დამტრეული და გაფუჭებული გზის გამო იყო უდიდესი საცობები და სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს უზვამ იმას, რომ მიუხედავად ბევრი დადებითისა, რაც წელს გუდაურში მოხდა, ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ისევ და ისევ ძალიან მწვავედ დგას და ველოდებით წელს, რომ აი გაზაფხულზე რამე ნაბიჯები გადაიდგმება ამის მოსაგვარებლად. მირანდა, რამდენადაც კადრშიც ვხედავთ, ამინდი ისევ გრძელდება გუდაურში და სამთო კურორტებზე და სტუმრების რაოდენობაც არის. ამ ნაწილში როგორი გაქვთ პროგნოზები და მოლოდინები, რამდენ ხან შეიძლება ეს აქტიურობა ჯავშნების მიმართულებით როგორია სურათი? ჯავშნები ამ დროს ახლა ამას ჩვენ ვეძახით low season, ანუ არ არის ისეთი აქტიური სეზონი, მაგრამ ბიზნესი აუცილებლად გახსნილი უნდა იყოს, იმიტომ რომ შევქმნათ პრეცედენტი და მივაჩვიოთ ჩვენი ტურისტები, რომ აი, ნახეთ, მარტშიც კი, აპრილშიც კი თოვლი გვაქვს გუდაურში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თვის ბოლომდე საბაგიროები გუდაურში იმუშავებს, ასევე ბიზნესებიც არ დაიკეტება და ველოდებით დამსვენებელს შიდა ტურისტებსაც ქართველებს გუდაურში. არიან წელს შიდა დამსვენებლები ადგილობრივები თუ ძირითადად უცხოელებზე? ნაკლებად, ძირითადად გუდაური მაინც უცხოელ ტურისტებზე მუშაობს. ბაკურიანისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად რასაც ირჩევენ ხოლმე უმეტესად ადგილობრივები. მადლობა მირანდა თქვენი დროისთვის. მირანდა ესეა. მადლობა მოწვევისთვის. თის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.